ადექით, წავიდეთ. ახალი ამბავი მოგვიტანეს, რომელსაც ველოდით. აქვე ახლოს ერთი ადგილია, სახელად შაჰინქაია. იქ გველი ქარასუ იმალება. ბათუმიდან ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო. სად არიან? ჩამოვიდნენ, ჩვენს მითითებებს ელოდებიან. მაშინ წავიდეთ. რას ველოდებით, ადექით? რა მოხდა? შენც მოდიხარ? ცოლი მომტაცეს, რა თქმა უნდა მოვდივარ. ცოლი? განა ახლა ისევ შენი ცოლია? წესიერად ილაპარაკე, თორემ მოკლავ. გაჩერდით. მამა მოგვიკლეს, რას ღაპრებს გვიყვები? კარგი, გაუგებრობა მოხდა. თავში ყველაფერი არეული გვაქვს. ბოდიში. წავედით აქ დროს, ნუ კარგავ, წავედით. კარგი, რადგან ასე გინდა? წავიდეთ. ყველა კიდევ ერთხელ გააფრთხილე. ზეინებს თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს. არავინ არაფერს დაუშავებს. თუ რომელიმე თქვენგანი რამეს დაუშავებს, მე გავუსწორდები. მე. კარგი, გასაგებია. წავედით. ძმაო, გისმენ ლეილა. ძმაო, ლევენტმა მგონი გაიგო, სად არის ხალილ იბრაჰიმი. ბიძია ჯევათის შვილებთან ერთად მის მოსაძებნად წავიდა. საიდან გაიგეს? არ ვიცი, მათი საუბარი მოვისმინე. ხომ არ უთქვამ სად მიდიან? არა, ეს ვერ გავიგონე. ჩემი დახონ ცოცხალი და უნებელი დაბრუნდება. დაბრუნდება ლეილა, დაბრუნდება, შენ არი ნერვიულო. შემოდი. მამა, ჯევათის შვილებმა გაიგეს სად იმალება ხალილ იბრაჰიმი. ლევენტთან ერთად მის მოსაძებნად წავიდნენ. წავიდნენ, რომ ხალილი იპოვონ თუ პრობლემები. კარგი მამა, მართალი ხარ, მე შინია რამე არ მოუვიდეს. თუ გინდა ხელს შევუშლი. ფიქრეთ, მაგრამ ზადამ, ზეინები თაფლობის თვისთვის ხომ არ მოიტაცა რა? ეს რატომ გააკეთა? მახე დაგვიგო. ვინც მივა ყველას დახოცავს. გაუშვი. ჯევათის შვილები უნდა ჩაძაღლდნენ. გაუშვი. რაში გენაღლება? იმედი მაქვს ლევენტიც ჩაძაღლდება და დავისვენებთ. ლევენტი მხოლოდ მაშინ მოკვდება, როცა იმ ქვის თავს შუაზე გაუხეთქავენ. ფიქრეთ, დაჯექი. გისმენ მამა. დედა შენი რაღაცას ამბობს, მაგრამ ამაზე მეც დავფიქრდი. ფიქრობ. რას ამბობს მამა? დედა შენი ამბობს, მოდი უთხრათ ხალილ იბრაჰიმს ჩვენი სიძე გახდესო. აქ ვარ. ბიძია, ფრთხილად იყავი. ხალილ იბრაჰიმ, ეს საქმე მხოლოდ მახის ძაგებით ვერ მოგვარდება. ბათუმიდან ჩამოსული ჯგუფი უკვე გამოვიდა. კბილებამდე შეიარაღებულები მოდიან. შენ კი ისევ მახეებით თამაშობ. იარაღი ჩვენც გვაქვს. ეს მხოლოდ უსაფრთხოების ზომებია. ჯგუფის შესახებ საიდან გაიგე? ოღუზმა მითხრა, მართალი იყავი. ასიემ თავისი დისშვილი იუსუფთან გაგზავნა. მათ კი ვითომ შემთხვევით ყველაფერი უთხრეს. შვენიერია. მოვიდნენ. სად არის ზეინებ ლეტო? გამოქვაბულში. ბიძია, კარგი იქნებოდა ზეინები წაგეყვანა. რა სიტყვი? გონი ვერ მიხდი შვილო. ჩვენს წინააღმდეგ მთელი ჯარი მოდის, გვიანია. თუ აქედან გავალთ მხოლოდ ბრძოლით.
ედანურ ქარაჩანი მინდა. პალატა ნომერი 1139. ედანური სად არის? ქვევით ჩავიდა? ტუალეტი სად არის? შენ სად ხარ, თემელს, შენ სად ხარ? რა ხდება, სემა, ძლივს მოვასწარი, ხომ მოვედი? სემა, სად არის ჩემი ცოლი? სემა, არაფერს მეტყვი? სად არის ედანური? ყველაფერი კარგად აქვს? ედანური წავიდა. სად? როგორ წავიდა? რას ამბობს სემა? ასიელეტოსთან ერთად წავიდა. ასიე? რას ნიშნავს ასიელეტოსთან ერთად? აბორტის გაკეთება გადაიფიქრა. და ასიელეტოსთან ერთად წავიდა. რას ნიშნავს ასიელეტოსთან ერთად წავიდა? ვერაფერი გავიგე. გელოდა თემელ, შენ გელოდა, მაგრამ არ მოხვედი. ხელი რომელიც არ გამოუწოდეს, სხვებმა გამოუწოდეს. ისიც წავიდა. სელიმ, სად არის ეს ადგილი? ქურთოღლუ. პირდაპირ წინ. ხუსრენ, მანქანით იქით ვეღარ წავალთ. მანქანის წასვლას არ ვაპირებდით. ასე არ არის ძმებო? მეთაური შენ ხარ, ჯგუფი წაიყვანე და წადით. ორ ჯგუფად დაიყავით და გამოქვაბული ალყაში მოაქციეთ, კარგი? გამოსაქცევი მხოლოდ აქეთ ექნებათ. მე კი ყველას სათითაოდ დავხოცავ, როცა აქ მოვლენ. არი ნერვიულო. კარგი. ახლა ყველა მომისმინეთ. ამ ყაჩაღებს თქვენი რძალი ხავთ. მას არაფერს მუშავებთ. გასაგებია? გადაუთარგმნე, მიდი. გადაუთარგმნე. კარგი. ორ ჯგუფად ვიყობით, წავედით. წავედით. ჩემი ცოლია, ჩემი ცოლი. ხუსრენ. იმედი მაქვს კარგი ჯგუფია, არა? Kızılot biter, içinde keklik örter. Dağda kızılot biter, içinde keklik örter. Eşkıyadan da beter, Osman be Halil İbrahim, Osman be Halil İbrahim. ვიწყებთ. მოიცადე. უკან. Yamaçlarına yaslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına. Dağın yamaçlarına yaslan be Halil İbrahim.
წავედით. იქით მიდიან, უკან გავყვეთ. Aslan be Halil İbrahim Aslan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına Kar düşmüş uçlarına Dağın yamaçlarına Yaslan be Halil İbrahim ცდილობენ მახეში მიგვიყვანონ. დიდი ალბათობით იქ გველოდებიან, გამოქვაბულში წადი. Muhtemelen bizi orada bekleyen birileri. გესმის? კარგი. გამოქვაბულს მიხედე. კარგი. Yaslan be Halil İbrahim ოსმან. აქ ვარ. კარგად ხარ? კარგად ხარ, ოსმან? ჰალილ იბრაჰიმი სად არის? რას ვაპირებთ? მითხრა რომ გამოქვაბულში დავბრუნდეთ. წავედით. Geçit vermez kayalar Hızlan be Halil İbrahim Hızlan be Halil İbrahim Kıvırcık saçlarına ჰალილ იბრაჰიმ. სად ხარ? გამოდი. მამა ჩემი მოკალი, ახლა კი თუ კაცი ხარ, გამოდი და მე მომკალი. სად ხარ? ესროლე, თავში ესროლე. Nerede lan? სად არიან? ძმაო, ესროლე. სად არის? იქით. ჯაჰიდ, ესროლე, მოკალით. მიდი მოკალით. არ გაჩერდეთ, ესროლეთ. წამოდი, გამოიქეცი. მოგკლავენ. წამოდი. გაიქეცი. აქ არ დაგტოვებ. წამოდი. დაიმალე ზეინებ. იბრაჰიმ, ზეინებ, გაიქეცი. ზეინებ. Dur lan Zeynep. გაჩერდი, ზეინები დამინახე, გაჩერდი, არის სროლო. იქ ზეინებია. ახლა კი ჩაგაძაღლებ. ხომ გითხარი, ზეინები იქ არის? კარგად მომისმინე, შენც და ზეინებიც უკვე ყელში ამოხვედით. მოშორდი აქედან. ძმაო, რა გააკეთე? არაფერი არ გამიკეთებია, სელიმ. არაფერი გამიკეთებია. ვეუბნები რომ იქ ჩემი ცოლია. ის კი ისვრის. წავედით, სელიმ. აქედან უნდა წავიდეთ. ზეინებ, კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. შენ? კარგად. ზეინებ, ახლავე აქედან უნდა წავიდეთ. უსაფრთხო ადგილზე გადადი. მიდი. წამოდი, წავიდეთ. დაჭრილი ხარ? არაფერია, ნუ გეშინია. კარგად ვარ, ზეინებ, კარგად. სიმართლე მითხარი, კარგად ხარ? ჰალილ იბრაჰიმ. ზეინებ. ჰალილ. დაჭრილია. რა? დაჭრილია? ძმაო. კარგად ვარ. სად არის ბიძია დერვიში, როგორ არის? ყველაფერი კარგადაა. ჭრილობის დასამუშავებლად გააქვთ რამე? რა თქმა უნდა. წადი მოიტანე. მიდი ოსმან, სწრაფად. ძალიან გტკივა? არა. აქ ჩვენგან არ ამიყოფილა. ვინ ესროლა? ცოტა გეტკინება, მაგრამ უნდა ამოვიღოთ. კარგი. ასეთი რამ ადრეც მოსვლია, როგორც კი მედიკამენტებს მოიტანენ, მე ამოვაძრობ, შენ კი მაგრად დაიჭირე. ჰალილ, კარგად ხარ? კარგად ვარ, ბიძია, კარგად. რა მოხდა? ხისტოთი.
უამრავი ტყვია უნდა მოხვედროდა და ხისტოთი მოხვდა. ასე გამოვიდა. მალე ოსმან. ჰალილ, აქვე ახლოს მანქანაა, შეგიძლია იქამდე წამოხვიდე. წამოვალ ბიძია. ხელით წამოვიყვან თუ საჭიროა. ჯერ ჭრილობას დავამუშავებ. გამოიქეცი ოსმან. მოვდივარ. გამომრთვი ზეინებ. ამოვიღებ. მზად ხარ? Yemeğe gelmek istememiştim. სადილზე ჩამოსვლა არ გინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე, აქ ამომეტანა. Canım bir şey yemek istiyor. ჭამა არ მინდა. Belki sonra acıkırsın. იგრემ მოგვიანებით მოგშივდეს. აქ იყოს. Bir şeye ihtiyacın olursa თუ რამე დაგჭირდება, მეზობელ ოთახში ვარ. siz benim ცხოვრება დამინგრიეთ. ben de size ახლა კი ჩემი ჯერია. ასიე. დარწმუნებული ხარ, რომ თარიქის შვილია? მაგ თემელს ბავშვის ჩასახვა რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოსდიოდა. გაჩუმდი. ჩემმა თარიქმა ყველაფერი ერთ ჯერზე მოაგვარა. დეიდა, რა? ახლა განწყობას ვერავინ გამიფუჭებს. ერთი თარიქი წავიდა, მეორე მოვიდა. განწყობის გაფუჭება არ გაბედოთ. Çocuğun cinsiyeti belli değil. ასიე ჯერ ბავშვის სქესი არ ვიცით, იქნებ ცოტა დამშვიდე. ზუხალ მოსულელობ. ეს ჩემი საჩუქარია. რა თქმა უნდა ბიჭია. ეს გოგო აქ მოსვლას როგორ დათანხმდა? kocası terk etti. ქმარმა მიედოვა. Dünyaları დეიდა კი ყველაფერს დაპირდა. girdi. ფაქტია რომ წასასვლელი არსად აქვს. რა უნდა ეკრე მამა? კარგი, მაგრამ ხალხს რას ვეთყვით? ეს გოგო სახლში რატომ მივიღეთ? ქმარს გაჩორდა იმიტომ რომ შენგან არის ორსულად. ჩვენ კი კეთილი საქმე გავაკეთეთ და თავშესაფარი მივეცით. დეიდა გეუბნები, გეფიცები, აგიჭანყდებით. თებში გავიქცევი ან სადმე სხვაგან. რას ამბობ? გაჩუმდი. ასიე. ახლა ამის ჯერი დადგა ასიე ჰანიმარა? თარიქი არ გეყო ახლა? თამირის ჯერია? Sen istiyorsun ki გინდა რომ ჩემი ვაჟების გვარი არ გაგრძელდეს, არა? O zaman burada işin მაშინ აქ არაფერი გესაქმება. წადი შენს ოფიციალურ შვილებს მიხედე. საერთოდ რატომ მოვედი? ღმერთო. აი ამდენი დარჩა. რა შვილო, ზეინები რომ წამოგვეყვანა. აი ამდენი დარჩა რომ ის ქარასუ გაგვესლისა. ცხონებული ბიძა ჩემის ორივე ვაჟს რომ მოესმინა. ცხონებული? მართლა იზიარებ? ვინ მოკვდა, ვინ? აღარ იტყვი? ახლა ვეგეტყვით. აიშე, ხელი მიშლება, შეგიძლია წყალი მომიტანო. მიდი. წადი. ჩემი საქმე წასულია. სპეციალურად გავუშვი რომ არ წავიდეს და ყველაფერი ქმარს არ უთხრას. აიშე რა შუაშია, მე აქ ვარ. გისმენ აიშე. რას ნიშნავს არ მომკვდარა და მოვიდა? ზეინები როგორ არის? არაფერი უთქვამს, ფაქტია რომ კარგადაა. კარგი, მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მამასთან ერთად დაბრუნდი თუ წამოვა. მან ნუ დარჩები. რა მოხდა? სხვა რა უნდა მომხდარიყო დედა. იმ იდიოტებს სხვა რა შეეძლოთ. სამწუხაროდ, ლევენტი არ მომკვდარა. ღმერთო მთავარია ჩემს ქალიშვილს არაფერი სჭირს. სხვა ვინც უნდა მომკვდეს ჩემთვის სულ ერთია. ქალიშვილზე გამახსენდა ზეინებისთვის შეტყობინების გაგზავნა გინდოდა. ვინ უნდა გაგზავნო? რა თქმა უნდა შოთა. ვუთხარი რომ ვინმე ახლობელს დაურეკოს და დაგიკავშირდებიან. ესე იგი შოთას უთხარი? ვუთხარი. სხვავისთვის უნდა მეთქვა. დედა, შოთა ძალიან ერთგულია. ორ ცეცხლს შორის თუ მოყვება შეიძლება ელიფი დაქვრივდეს. ღმერთმა დაიფაროს. მერე არავინ მოვიდეს და არიტიროს.
თემელ. რამე მითხარი შვილო, ნუ მანერვიულებ. ერთო ჩემო მამა. შვილო, გითხარი რა ხდება? თუ აღარაფერს მკითხავთ მოგიყვებით, მაგრამ ეს თემა დაიხუროს. მოგვიყევი რა მოხდა, რომ დაიხუროს თემელ. ედანორმა აბორტის გაკეთებაზე უარი თქვა. ასიელეტომ როგორც კი გაიგო, უთხრა რომ ბავშვზე იზრუნებდა, რადგან ჩვენ არ ვზრუნავთ და ედანური სახლში წაიყვანა. მორჩა, თემა დახურულია, მამა. ედანური ასე ვერ მოიქცეოდა. დარწმუნებული ვარ დაემუქრნენ. ძალით წაიყვანეს არა იუსუფ? მერვე, ყველას თავისი გზა აქვს. მაგალითად როგორც ჩვენ. დერვიშმა კი აქ წამოგვიყვანა. იქნებ სახლში რომ ყოფილიყავით საბრალო ჩვენთან მოსულიყო. აქ მოსვლით შეცდომა დავუშვეთ. როგორც ჩანს ედანურს წვენია, ფატმა. თითქოს რამე შესწოდა ყველასგან გაქცევა მოინდომა. ყველასგან. მამა, ვიღაც მოდის, მამა. თემელ დამშვიდდი, ჩვენ ვართ. ჩვენები არიან, ეს ოსმანია, მოვიდნენ. რა ხდება, ვისი მანქანაა? გამოიქეცით, ჰალილი დაჭრილია. როგორ თუ დაჭრილია? რა მოხდა, დერვიში? რა მოხდა? კარგად ვარ, ძმაო, კარგად. გესროლეს? სად? არა, არ უსვრიათ, ნუ გეშინია. ჯობდა თქვენთან ყოფილიყავი. წამოდი, საშიში არაფერია. უნდა დავაჯინოთ. ახლავე ყველაფერს მოგიყვებით. ფრთხილად. დაჯექი, ფრთხილად, ფრთხილად. ფრთხილად? აი ასე, ძმაო. აი ასე. სასწრაფოდ ხელწყალი მჭირდება, ჭრილობა უნდა დავამუშაო და გავკერო. კარგი, ახლა მოვიდა. საავადმყოფოში მაინც წავიყვანოთ, აქ როგორ უშველით. საავადმყოფოში წაყვანა არ შეგვიძლია. მე მივხედავ. და როგორ? ამის რა გაგიგება? რა სამბლეი და ფატმა ზეინეფი ხომ დედექიმია შეიძლება ითქვას, ოსმანის ექიმი. Osman'ın doktoru mu nevi? Çok komiksin. ძალიან სასაცილოა. Şakanın tam sırası. ნახე ხუმრობის დრო. Uşaklar, კოჩა, sulandırmayın. ლაპარაკს Adamla მოვჭით და ilgilenin. საქმეს მიხედეთ. Hadi biz çıkalım. ზღაპა, ნემსი და ძაფრიდა. მოვიდა. თემელ, Edanur nerede? ედანური სად არის? Güvende güvende. უსაფრთხო ადგილზე. გადაწყვიტა ლეტო გახდეს ასიეს სახლში. O ne demek? Güvenliğin ilk დაითანხმა ჩემი ცოლი ბავშვი გააჩინოს, qurადღებას ის მიაღწევს. Kadın da bugün orada olsaydı. ნედავე ქალი დღეს იქ ყოფილიყო და უფიქრებლად ვესროდი. Temel gel sen şuraya bas. თემელ მოდი დააწექი. ძლიერად. მე ამას დავამუშავებ. მიდი ძმაო, მიდი. arkadaşım. ჩემი ძმა ხარ მეგობარო, ისევ რაღაც სიგიჟეს აკეთებდი არა? ჰა. Vallahi ne? მართალს ვამბობ, ნადიმე ჰანი. Turan'ın nişanlısı. თურან საცოლე ხავს, სემა. მხოლოდ მასთან დაკავშირება შევძელი და ძალიან უხეშად მელაპარაკა. Ama dinledi. მომისმინა და მითხრა, რომ ვერაფრის გადაცემას ვერ შეძლებს. არა. შეტყობინების გადაცემა რომ არ შეეძლოთ, არც მოგისმენდნენ. იციან რომ ზეინეფი მეგობრებს ძალიან აფასებს. თავარია არ იფიქროს რომ უთვალთვალებენ. Uyandım Fikret. ფიქრეთმა გაიღვიძა. გაიღვიძა დიახ. აი შესყავა მიქონდა. Seninle çok შოთა გელაპარაკა სემა. დიახ ზეინებ. başka biri yoktu. სხვა არავინ ყოფილა? არა. Zeynep. ზეინებ, Şimdi şota შოთას შეგვიძლია ვენდოთ, მაგრამ სიტყვის ნდობა არ შეიძლება. უნდა დავილაპარაკოთ. ავუხსნათ. რაც არ უნდა იყოს ლეტოს ოჯახია. როგორ უნდა ვენდოთ? არ მესმის. თუ რა? Yok რა? Turan doğru. არა, თურანი მართალია. Ben bir tek abi. მხოლოდ ჩემს ძმას ვენდობი. მაგრამ ვერავის დავურეკავთ, სანამ ხალილ იბრაჰიმს არ დაველაპარაკებით. სემა შვილო, წამოდი რაღაც მინდა გითხრა. Siz durun anne. დარჩით დედა. Biz gidelim. ჩვენ წავალთ, ვნახავთ მამა როგორ არის. Yanındaki ev მეზობელი სახლი მოამზადეთ. Siz de თქვენ კი burada აქ მშვიდად იჭორავეთ. rahat dedikodu yaparsınız.
Ateşin düştü. სიცხემ დაგიწია. Evet. თავს უკეთ ვგრძნობ. Hadi çorbanı iç. მოდი de წვნიანი sonra მიირთვი, რომ ანტიბიოტიკი მოგცე. Aşağıdan bir ახალი haber. ამბავი მაქვს. ახალი ამბავი ვინ მოიტანა? Sema. სემამ, Neymiş? რა ხდება? Annem დედამ şotayı ჩვენთან göndermiş დასაკავშირებლად bizim შოთა başımıza. გამოგზავნა. მამას Babamı ikna ელაპარაკნენ. etmişler. ამბობენ, Eğer რომ Halil თუ İbrahim თანახმა kabul იქნები, ederse, შეგვიძლია შევრიგდეთ. Nasıl ეგ როგორ მოხდება, როცა ამდენი სისხლი დაიღვარა? olduktan sonra? არ ვიცი, მაგრამ მამ თქვა, რომ ჩემს ძმას Abim უნდა aramak დავურეკო. istemiş. Abim arayıp შეგვიძლია bir შეხვედრა yardım მოვაწყოთ, თუ დავურეკავ. Yeni bir tuzak ესე იგი yani. ახალი მახია? Abim tuzak ჩემი kurmasa ძმა da მახეს არ დაგვიგებს. ona güvenebiliriz. შეგვიძლია ვენდოთ. İşin ucunda ben როცა varsam საქმე annem de მემეხება, annem de beni tehlikeye დედა და atacak bir ძმა şey საფრთხეს yapmaz. არ შემიქმნიან. Zeynep. ზეინებ, Senin შენი ailen ოჯახი ისეთი არ არის, რომელიც მიცემულ სიტყვას ასრულებს. Ailemi ჩემს tanıyorum. ოჯახს კარგად vicნობ, Halil İbrahim. Ama bu insanlar მაგრამ ეს bizim ხალხი yüzümüzden ჩვენ გამო en çok da benim არ მინდა, yüzümden რომ zarar görsün პირადად ჩემ istemiyorum. გამო ვინმე Asiye იტანჯებოდეს. bile rahat durmuyor. ასეც კი არ Veganları ჩერდება. gidip alıkoymak ne demek როგორ ya? შეიძლება ედანური სახლში წაეყვანა? İnsanların hayatına სხვა mal. ადამიანების ცხოვრებაზე ვახდენთ ზეგავლენას. Belki bunu იქნება değiştirebiliriz. ამის შეცვლა შევძლოთ. ne yapmamız რა გინდა რომ გავაკეთო? Abimi arayıp ჩემს ძმას დავურეკოთ. eğer abim birine თუ zarar იტყვის, რომ gelmeyeceğini არავინ söylerse დაზარალდება, bunu ასეც sağlar. იქნება. Tabii. რა თქმა უნდა, თავისი Karşılığında პირობები şartlar ექნება. olacaktır. მაგალითად, Bilmiyorum. არ ვიცი, Bunu ამას görüşmeden ვერ öğrenmeliyim. გავიგებთ თუ არ შევხვდებით. bize არ güvenmez. გვენდობიან დედა. Boş yere bir umut. ამის იმედი ნუ გექნება. Senin kızın შენი შვილი რომ მოეტაცად, დედამის ეტყოთი იმედი ნუ ექნებოდა. bulmak diyeceksin. Yok öyle demek istedim. არა, ამის თქმა არ მინდოდა, ბოდიში. Özür dilerim. მართალი ხარ. გისმენთ. Efendim? ზეინებ, Zeynep. ზეინე, მომისმინე სათხარ, როგორ ხარ? კარგად? მომეცი, ხმა Tamam გამაგონე. biliyorum Genceli ya. კარგი. გენჯილის ოჯახი ვიცი. 2 საათში მანდ ვიქნები. კარგი, მე და შოთა Sadece მოვალთ. şofayla ben geleceğiz. მომისმინე, Bak, დედა annem ნერვიულობ, merak შენი ediyor, ხმის bir გაგონება უნდა. Zeynep'e. ზეინებ შვილო. Alo. ალო, Alo. ალო, Kapattı. გათიშა. Git ფიქრეთ, Zeynep'imi al gel. ზეინები წამოიყვანე და დაბრუნდი. Getireceğim anne merak etme. წამოვიყვან, აუცილებლად მოვიყვან. არი ნერვიულობ, მამა ნებას მომცემ? რა თქმა უნდა, შვილო. Fikret, ფიქრეთ, telefonda tek ტელეფონზე უთხარი რომ მარტო მიხვიდოდი. istersen რეშიდსაც ხომ არ წაიყვან. არავინ იცის რა მოხდება, შვილო. Babam doğru söylüyor. ფიქრეთ, მამა მართალია. Önde gideni ამ sözüne ადამიანის güvenemeyiz. სიტყვას ვერ ვენდობით. Bilet ერთი aldı. ლეტო უკვე მოკლა. İkinciyi ele როგორ geçirirse გონია bırakır მეორეს mı? დაინდობს? ზეინები დამიცავს და წამომიყვანს თუ საჭირო გახდება. ნუ გეშინია, სადილის შემდეგ დავრუნდებით. Ama merak etme. დამშვიდდი. Evden sonra dönmüş oluruz. წავედით. Sağ ol. კარგად. Baba მამა, bir şey yapmayacak არაფერს mısın? გააკეთებ? მომისმინე, შვილო. ფიქრეთი არასდროს მე წინააღმდეგება და არც მე ჩავერევი მის საქმეში. Bilemez. კარგი იქნება თუ არც შენ ჩაერევი. Karışmasan çok iyi olur. Peki baba. კარგი, მამიკო. Ha, babacığım. მამიკო, ფიქრეთი გავიდა. Genceli გენჯელეს ailesi ოჯახში მიდის. 2 საათში შეხვდებიან. nerede buluşacaklarmış. Gel. შემოდით. Komutanım. კაპიტანო, პოლკოვნიკი მოვიდა. შემოვიდეს.
არა კაპიტანო, გარეთ არიან და თქვენ გეძახიან, რადგან ოპერაცია იგეგმება. რა ჯანდება? რა ოპერაცია? Hoş geldiniz. მოგესალმებით, პოლკოვნიკო. თავისუფლად. ოპერაციაზე გავდივართ, საუკეთესო ხალხი შეკრიბეთ. მალე გავალთ. როგორც მიბრძანებთ? Komutanım nereye gidiyoruz? სად მივდივართ? ჩემთან ჩაჯექი და მოგიყვები. გეფიცები შენ საქმეს ჩვენ ვასრულებთ. აი ჰალილ იბრაჰიმის ბანდას რომ დავიჭერთ, სახელმწიფოს ჯილდოსაც მოვთხოვ. Vücudundaki სხეულზე ჭრილობები საიდან გაქვს? Kaza. ავარიის კვალია. kurşun yarısı oldu. ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებია. Kazara ტყვიასაც შეიძლება ავარია უწოდოთ. Dalga mı geçiyorsun? დამცინი? ზეინებ, თუ რამე არასწორად წავა, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, abine doğru koş. არც შენს ძმასთან გაიქცე და არც ჩემს უკან დადგე. მაშინ როგორ მოვიქცე ხალილ იბრაჰიმ? სრულიად სხვა მხარეს გაიქეცი. Buradaki აქ შენთვის ზიანის მოყენებას არავინ მოინდომებს. ჩემი უსაყვარლესი ადამიანები დაშავდნენ და მთავარია მე არაფერი მომივიდეს, ამას ამბობ. söyle. თუ საჭირო იქნება ასეა. Geliyorlar. მოდიან. ჰალილ, ძმა, Zeynep. ზეინებ, Çok şükür. მადლობა ღმერთს, კარგად ხარ. İyiymiş. კარგად ვარ, არაფერი მომხდარა. Siz şu შენ და შოთა ცოტა ხნით გვერდით გადით. Biz de Halil მე და ჰალილ იბრაჰიმმა მარტო უნდა ვილაპარაკოთ. Ne konuşacaksanız ჩემი თანდასწრებით ილაპარაკეთ. ზეინებ, Zeynep. Bir müsaade et. ზეინებ, დამიჯერე ჩემო მამასო. მიდი. Mümkünse თუ siz- შეიძლება თქვენს დაგტოვეთ. Her şey უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა რომ kız kardeşim. ჩემს დასარაფერი დაუშავე. Kardeşin hepinizden mert. შენი და ყველა თქვენგანზე უფრო მამაცია. Ben მე mert. კი მამაც, გულწრფელს და თავისი სიტყვის პატრონს Sizin eri insanlara zarar ვერასდროს ვერაფერს დაუშავებ. Eyvallah. მადლობ. Naler. ალბათ გუშინდელ ტურებს გულისხმობა რა? Dünkü çakallar sanırım. Değil mi? კარგი, ის მიიღეთ რაც დაიმსახურეს. ისევე როგორც მათმა მამამ. bulacak. მიიღეს. Herkes hak ediyor. ყველა დამსახურებულად მიიღებს. Bulsun bak. კარგი, მაგრამ აი რა მაინტერესებს. Bir şey merak ettim. ლევენტი რატომ გაუშვი? O Levent'i niye მითხარი. sakladın? ესე იგი ბიძაშვილს მან ესროლა? Sıkan o. ეგ იქნებოდა მისგან მოსალოდნელიც იყო. Madem თუ Levent'in ლევენტის ölmesini სიკვდილი istiyorsun, გინდა აქამდე თვითონ რატომ არ მოგალი? neden kendin yapmadın? საკუთარი და მსხვერპლად შესწირე. Kız kardeşini yaktın. Bak მომისმინე ჰალილ იბრაჰიმ. სტამბოლიდან ჩამოხვედი. როგორც ჩანს ეს ადგილები დაგავიწყდა. აქ ყველაფერს თავისი წესი აქვს. თუ ამ წესრიგს არ ყვევ, ყველაფერი თავდაყირადგება. ვერ გაიგებ ვინ მტერია და ვინ მეგობარი. ახლა ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ. სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ როგორც კი ეს წესრიგი დაირღვევა, ვეღარ შევძლებთ ერთმანეთს სახეში ასე ვუყუროთ. Seninle böyle yüz yüze bakamayız. Ne istiyorsun? შემგან რა გინდა? Bu kavga მინდა bizim ეს ომი için. დასრულდეს. Kız kardeşim მინდა evlenir ჩემი და misin? სახლში დაბრუნდეს. მინდა რომ შენ და შენი მეგობრები კიდევ უფრო არ დაზარალდეთ. Bugün დღეს თუ არა სხვა დროს.
მისმინე, საყვარელმა ქალმა შენს ხელში დალია სული. Arkadaşlarım da ölmesin. ფრთხილად იყავი, Hiçbir მეგობრებიც daha არ fazla დაგიხოცონ. zarar görmeyelim istiyorum. Nasıl güveneceğim? როგორ შემიძლია გენდო? Yarın baban ხვალ çıkar. მამა შენი მოვა და მეტყვის. ეს ჩემი კი არა, ჩემი ვაჟის სიტყვებიაო. მაშინ რა ვქნათ? არ გეტყვის ალე. არ გეტყვის. Ben buraya აქ მამა ჩემის წინადადებით მოვედი. sadece არა მხოლოდ ჩემი სიტყვით. Neymiş? რა წინადადებით? Eğer თუ kabul თანახმა edersen, იქნები. თუ რა თქმა უნდა ზეინები არ იქნება წინააღმდეგი, ჩვენი სიძე რომ გახდე. ვერ გავიგე? ნათესაურ კავშირს შეუძლია სისხლით მტრობა დაასრულოს. თან ზეინები მოიტაცე. ხალხი ილაპარაკებს, განიხილავს, laf olur. პრობლემები შეგვექმნება. მაგრამ თუ დაქორწინდებით, ვერც შენ, ვერც ზეინებს, ვერც თქვენ საყვარელ ადამიანებს ამიერიდან ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. პოლიცია, ჰალილ, პოლიცია. იარაღი არ მოიღოთ. აი როგორები ხართ. თქვენი სიტყვები თქვენს ასეთები ხართ. ამასთან კავშირი არ მაქვს ჰალილ. ძმაო, რა გააკეთე? Yemin ederim bilmiyorum. ზეინებ, გეფიცები არაფერი მაკავშირებს. აი თურმესად ყოფილ ხართ. აი თურმესად ყოფილ ხართ. დაიჭირეთ, მიდი, დაიჭირეთ. Kal orada. Ali İbrahim ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ, bizimle ჩვენთან ერთად მოდიხარ. იარაღი მომეცი. Ne suçu var? რა დააშავა, რატომ იჯერთ? ძალიან ბევრი დააშავა, ძალიან ბევრი. უპირველეს ყოვლისა ძალის გამოყენებით მოგიტაცა ზეინებ. Kimse beni ძალით არ ვისაუყვანი ვარ. Dalda kızıl ot biter, içinde keklik örter. Dalda kızıl ot biter, içinde keklik örter. Eşkıyadan da beter, Osman be Halil İbrahim, Osman be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına წაიყვანეთ ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. yamaçlarına yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına dağın yamaçlarına yaslan be Halil İbrahim. Derede su durur, dal köprüler kurulur. Derede su durur, daldan köprü kurulur. El yerine vurulur, aslan be Halil İbrahim. Aslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçlarına dağın yamaçlarına yaslan be Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ. ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ. მე მაინც არავინ მყავს. ყველას ნაცვლად მე ჩავჯდები. ყველას ნაცვლად. და ჩვენ ვინ მყავს? რაზე აკეთებ აქცენტს ოსმან? თემელ როგორც არ უნდა უარყო შენ, ცოლი ყავს, შობლები ყავს. თურანს საცოლე ყავს. benim neyim vardı beni? მე ვინ მყავს ჩემს თავზე რომ არ ვიღებ ძმაო? შენ საქმე გაქვს ძმაო, უნდა იბრძოლო. რა, მორჩა? ოსმან. შენ მიამიტი ხარ? რატომ?
გგონია ციხეში ყოფნა რომელიმე ჩვენგანისთვის ადვილი იქნება? ზაფხულში გასაგრილებლად ყველა კარს გაგვიღებენ, როგორც სასტუმროში, რა? როგორც კი ჩავსხდებით, დავიხოცებით, გასაგებია? სწორედ ამას ვამბობ თურან. ყველა ერთად მოვკვდეთ? არც ერთ კითხვას არ უპასუხებთ. საერთოდ არაფერს იტყვით. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ. ჩვენი ძმის პატივსაცემად ეს უნდა გააკეთოთ. რა? როგორც კი ჩავსხდებით პირველივე ღამეს, გააკეთეთ რაც გინდათ, მაგრამ არ მოკვდეთ. თუ შევძელით, არ მოკვდებით. რამე გეგმა გაქვს, მაო? ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ, კაპიტანი გეძახის. დაკითხვას შენით დავიწყებთ. გაიყვანეთ. შემოდი. კაპიტანო, ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ დაკითხვის ოთახში შეიყვანეს. კარგია. ოფიცერო, კამერები და მოსასმენი აპარატურა გათიშე. ჰალილ იბრაჰიმს ჯერ მეგობრულად დაველაპარაკები. თუ დახმარებაზე თანახმა იქნება, ოფიციალურ დაკითხვაზე გადავალთ. ასე რატომ ვიქცევით, კაპიტანო? ის პროფესიონალია, ამიტომ ავიყვანეთ. ჰალილ იბრაჰიმი ილაპარაკებს, მაგრამ თუ მის ნდობას მოვიპოვებთ, ისეთი რამ შეიძლება თქვას, რაც მოწინააღმდეგეს დააზარალებს. როგორც ეთქვით, კაპიტანო? შენ აქ დარჩი, ოფიცერო. ხშია? რამე გინდა? არ მშია, სალაპარაკო არაფერია, კაპიტანო. სისტემა გათიშულია, მოდუნდი. კარგია. ახლა რა იქნება, თეორიულად? ისე ნუ ველაპარაკები, თითქოს არაფრის გამოაგიყვანე. ფიქრეთ ლეტოსგან რა გინდოდა ამ მახეში როგორ გაები? უკვე გავები. ის რომ გოგო მოიტაცეს შეცდომა იყო. მაშინ გითხარი ინფორმაცია მომაწოდე მეთქი. შეცდომები უნდა განვიხილოთ ოღუს. ამისთვის დაკითხვის დრო არ გვეყოფ, ამიტომ ვამბობ. ოსმან, რა? ბევრი ლაპარაკეთ. ჰალილ იბრაჰიმი თავის თავზე მოგიყვა? მითხარი? არა? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობ. ყვავილებზე, ხოჭოებზე, შესაძლებლობა არ მიეცა. საერთოდ ბევრს ლაპარაკობ. თქვენ კი ჩუმად ხართ. ასეთი რა იცით თურან? მე ვიცი. ეს როგორ რა იცი? რას მოგიყვა? მას არაფერი მოუყოლია. გონია რომ ჰალილ იბრაჰიმი ერთ-ერთი მათთაგანია. სპეცრაზმიდან. ასე მარტივად 10 კაცის შემცირება შეუძლებელია. შემოbrunდა თუ არა? იატაკზე უკვე 5 ადამიანი იყო. მანქანაზე ხტება 4 ადამიანი იატაკზე. ეს არც ისე ადვილია, ბატონებო. ეს ბიჭი ნამდვილად სახელმწიფო მოხელია. მერთო ჩემო, სახელმწიფო მოხელი არა. თუ სახელმწიფო მოხელია, ამდენი სპეცრაზმელი რატომ მოიყვანეს? ასე. აშკარა რომ იძულებული ვარ ციხეში მოვხვდეთ. გვეტყვი რა გზით შეგვიძლია გადავრჩეთ, მაგრამ იმ დრომდე ვერც ერთი ჩვენგანი ცოცხალი ვერ გადარჩება. მესმის, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებ, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა გავიქცე. უნდა გავიქცე, რომ ეს ბიჭები გადარჩნენ, მოწმეები უნდა იყვნენ. თუ გაიქცევი, ერთად ჩავიძირებით. ჩვენმა კავშირმა ისედაც ზედმეტი ყურადღება მიიქცია. ოპერაცია ამიტომაც ჩატარდა ჩემი ნებართვის გარეშე. თუ სასამართლოდან გავიქცევი, შენ არ იქნები დამნაშავე. უკვე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მამა, ამ საქმის უკან შენ დგახარ? რაზე ლაპარაკობ ფიქრეთ? ჩვენი მტერი დააკავეს. მალე ციხეში ჩაჯდება, მოკვდება. შენ კი რას დასდევ? რას? საკუთარ სინდის დავსდევ, მამა. საკუთარ სინდის. მათ გარდა ვინც ამ სახლში ცხოვრობს, არავინ იცოდა სად წავიდოდი. თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ? დედა და ჩემი ცოლი ამას არ გააკეთებდნენ. კულპას ოჯახს შენ შეატყობინე? ესე იგი დედა შენი და შენი და ამას არ იზამდნენ.
ასეა? ფიქრე, ცხოვრებაში ყველაფერი გასწავლე, ერთი რამის გარდა. ქალებს არ ელაპარაკო. მხოლოდ მოусმინე. მოусმინე. მისამართი საუზმის დროს ვთქვი. დედა არ შეატყობინებდა. მეც ასე მგონია. ეს როგორ? აიში ამას არ გააკეთებდა. აიში ასე ვერ მომექცეოდა მამა. ფიქრეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. გააგრძელე სიხარული მამა. ახლა სხვა პრობლემა მაქვს. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ვის აკოცა. ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა. დანარჩენი ასიეს ჭორები და ლევენთის ტყუილებია. მაგრამ ყველამ დაინახა დედა. ფიქრეთ ჯერ ისე ვერაფერს ვეკითხები. ფიქრეთი განრისხებული იყო. მართალია. ფიქრობ რომ არ არის მართალი დაოსაკინე. მისი და მის თვალწინ უცხო კაცს კოცნის. თან ჩვენს მტერს. გაბრაზდებოდა კი არა, შეეძლო მოეკლა კიდეც. ფიქრეთ, ქშია, რამე მოგიმზადო? მოდი აქ. ფიქრეთ რა ხდება? არ ჩაერიოთ. ერთი წუთით. რა ხდება? ფიქრეთ. მოდი. ფიქრეთ. ხელი მეტკინა გამიშვი. გეტკინა? ახლა ერთ შეკითხვას დაგისვამ. თუ მომატყუებ მოკლავ აიშე. ვის უთხარი სად წავედი? მიპასუხე. მიპასუხე. შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდა. მამას ამიტომ ვუთხარი. ო, რაღაც დამემართა აიშე. ფიქრეთ, რა ხდება შვილო? რატომ უყვირი? შენ არ ჩაერიო დედა. დღემდე ჩემს სიტყვას ყოველთვის ასრულებდი. მეც ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ პატიოსანი ადამიანი მყოფილიყავი, მაგრამ შენ, ჩემმა ცოლმა, ყველაფერი გააფუჭე. შენ ჩემი მტრის წინაშე დამამცირე. შენ ჩემს ღირსებას ეთამაშე აიშე. მსგავსი განზრახვა არ მქონია. გაჩუმდი. წადი ბავშვებს დაემშვიდობე. შენი ნივთები შეაგროვე, მამა შენის სახლში დაბრუნდი. რას ნიშნავს ჩემი ნივთები შევაგროვო? რას ამბობ ფიქრეთ? არ გინდა. ფიქრეთ არ გინდა გთხოვ. სიტყვა აღარ თქვა აიშე. ცოტაც და მოთმინებას დავკარგავ. ფიქრეთ. აქედან მოშორდი. ასეთი ფიქრეთი პირველად ვნახე. შენ მაშინ უნდა გენახა, ჰალილ იბრაჰიმის წინ რომ იდგა. ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებს. ჩემ გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. მალე ციხეში ჩასვამენ. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. შენ რა უნდა გნა? დედა მამასთან გავუშვი. ვთქვი რომ ჩემს ჩვენებაში ოჯახის ყველა საიდუმლოს ვიტყოდი. რა? დაუშვათ გაიქეცი. რას გააკეთებ? რეზვან ლეტოს, ფიქრეთ ლეტოს, დურსუნ ლეტოს და ნესიმ კულპას და კიდევ რამდენიმე ადამიანს მოკლავ. ციხეში ვეღარავინ მოგვეკარება. ამ ყველაფერს გააკეთებ და ჩაბარდები? შენ დამაკავებ და ყველაფერს მოგვარებ. ისედაც ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. ასეთი საქმეები
იმ ადამიანების დახმარებით არ გვარდება, რომელიც ჩამოთვალე. სქემა დაგიხაზე. ეს საქმე ჩემით და შენით არ მთავრდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაბარდე. არც ციხეში ჩაჯდები. როგორც კი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებენ, როცა მანქანაში ჩაქსვამენ, მაშინ მოგიტაცებ. მე მაინც გამომაშკარავებენ, თუ ერთად გავალთ, შანსი გვექნება. ჩემს მეგობრებს ვერ დავტოვებ. რამდენი მეგობარი დავტოვეთ მიწაში ჰალილ იბრაჰიმ. მაგრამ ციხეში არ დაგვიტოვებია. მიწაზე დავტოვეთ. რადგან ამ საქმეში ერთად ვართ, ისინიც წამოვლენ. ეს რთულია. ძალიან რთული, მაგრამ იქნებ რამე გზა გამომნახო და გავიყვანო, სანამ ციხეში ჩასვამენ. როგორ? ჰალილ იბრაჰიმის და მისი ხალხის იქიდან გამოსვლის შანსი არ არსებობს. დამშვიდი რიზვან ბეი. ყველაფერს მოვაგვარებ. ისედაც მშვიდად ვარ რეშით. უბრალოდ არ მინდა იღბლის იმედად ვიყო. ნესიმს დაველაპარაკები და დაზღვევის მიზნით ზომებს მივიღებ. რეშით, ცოტა ხნით გადი. რა ხდება ნედიმე? რატომ შემოვარდი? ფიქრეთ მაიშეს სახლიდან გააგდო. სად გააგდო? მამის სახლში. მერე? შენი შვილის ოჯახი ინგრევა რეზვან ბეი. რა მერე? არ ვიცი ოჯახი როგორ უნდა დაინგრეს ნედიმე. მე ვიცი როგორ შევქმნა. ეს თქვენ, ქალები ყველა ერთად ამ სახლშიც, სხვა სახლშიც ამ ყველაფერს მარტივად დაგვარებთ. მადლობა ღმერთს. რადგან ამბობ, რომ ოჯახებს ქალები ანგრევენ, შენი ჯერიც მოვა, რეზვან ბეი, გაითვალისწინე. რა? რას ნიშნავს ჩემი ჯერიც მოვა? ზეინეფი ყველაფერს მოყვება. კარგი, რას მოყვება? ვის მოუყვება? რაზე მოყვება? აი რა თქვა. ის პროკურორს ყველაფერს მოუყვება შენ შესახებ, ოჯახის შესახებ. სემინეზე, დურსუნზე, ყველაფერზე რაც იცის. ნედიმე, თუ შენს შვილს სიკვდილი უნდა აჯობებს საიდანმე გადახტეს. ასეთი ხუმრობები მერე არ თქვა, რომ არ გაგაფრთხილე. არ თქვა, რეზვან ბეი.